ჯიმი ჭინჭარაული 20 წლის ძიუდოისტია, იტალიის ჩემპიონი, თასის მფლობელი, ბარიში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ვართ. ჯიმი ჭინჭარაულს უფრო ფრანკო კვარტოს ძიუდოს კლუბში შეხვდებით ხოლმე. ჭინჭარაულივით გორიდან იყო შოთა ჩოჩიშვილი. როცა ის ჭიდაობდა და იაპონელს ქართული ილეთით ამარცხებდა, ქართველი სპორტსმენები უცხოეთში არ რჩებოდნენ. გაგიგეთ თუ არა ესეთი ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი. კი, თქონდა ყველამაც. მაგას ესეთი მომენტი ქონდა ჭიდაობის დროს. მოწინააღმდეგე ესეყავდა და მწვრთნელმა დაუძახა, არ ვიცი ხა კისრული თუ მოგვერდი, რომელიღაცა ქართულად დაუძახა. ეგ არის მოგვერდი. ეგ არის წელსი შევარდნა, ხო? ეს არის იმის დემონსტრირება, რასაც ქართულად ლამის როგორ ვთქვა, მათ იქცა, რა ქვია, ფრთოს ან გამოთქმად თუ რაღაცა იდიომატურ გამოთქმად იქცა, რომ საქმეს წელში უნდა შეუვარდეო. ბარისთან ახლოს გრუმო აპულაში ჯიმი ჭინჭარაულის დედა მაია ხეთაგური, ბევრის მნახველი ქალი, გავიცანეთ და ბაასი იქ გავაგრძელეთ. გინდა რომ აქ იყო ეს იყოს შენი სახლი? არა, რა თქმა უნდა, საქართველოს მირჩენია. რატო ხარ მაშინ აქ? პირობებმა ესე მოითხოვა, ჩემი ოჯახი აქ არის. და აქ მიწევს მეწყობნა. ფიქრობ, რომ რაც შენ შეგიძლია, რაც რაშიც მაგარი ხარ, რომ საქართველოში უფრო კარგად გამოგივიდოდა. კი, იქ უფრო კაცლიერი ვარჯიშებია და უფრო უკეთესად ვარჯიშობდი ვიდრე აქ. ეს რეგიონი არ არის სპორტის თვალსაზრისით ისე კი, გამეთარებული. დაბალდონის რეგიონია სპორტში. მაგრამ ეს ხო იმას ნიშნავს, რომ რეგიონს აინტერესებს ვინმე უცხოელი, რომელიც მაგარია სპორტში რომ გამოიყენოს. კი, ახლა კი, ახმარება რეგიონი. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ვინც არის რეგიონში. იტალიის თასის მფლობელი, როგორ გახდი თუ არა ხარ იტალიელი? შემიძლია ჩემს საბუთბერმოსად ისოჯორნით მიმონაწილეო ყველა ტურნირზე მივიღო მონაწილეობა, მაგრამ საზღვრების გარეთ ვერ გავალ. მეხმარები არ მოქალაქეობის აღებაში და ან წლის ბოლოს ველოდები მოქალაქეობას. და შეგიძლია საქართველოს ნაკრებშიც იჭიდაო და იტალიის ნაკრებშიც ესეა? არა, მეგა შეგიძლიათ იტალიის ნაკრებში რომ მიიღოთ იტალიის სახელით რო გავხვალთ სხვა ტურნირზე 4 წლიან თუ 5 წლიან დისკვალიფიკაციაზე გავთ საქართველოში და ვეღარ იჭიდავთ ერთსა ტურნირს. საქართველოს სახელით. იტალია კრძალავს ესე სხვა ტურნირებში მონაწილეობა? იტალიაში ძიუდოს ფედერაცია კრძალავს. იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა უფრო კომფორტულია, ხო თქვენთვის? იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა უფრო მარტივია, უფრო ნაკლები დონის კონკურენტები არიან, ვიდრე საქართველოში. ბევრჯერ უნდა მომბია საქართველოში ჭიდაობა, გამოგრძელებინა საქართველოში, მაგრამ ვერ ხერხდება. არ გამოდის. იტალიაში რო ჩამოხვედით, აქაური რაღაც რა ქვია, ძიუდოს სკოლა სხვანაირი იყო, სხვა რამე დაგხვდათ თუ როგორ იყო? არა, თავიდან რო ჩამოვედი, აქ დამხვდა ქართველი მწვრთნელი გიორგი საბიაშვილი და მასთან გავაგრძელე მუშაობა. როგორც მწვრთნელი მუშაობდა? კი, იტალიურ დარბაზში. ეხლაც მასთან ვარჯიშობ? ეხლა აღარ ვარჯიშობ მასთან. რატო? იტალიელ მასწავლებელთან კომპლექტი მოვიდა და წავიდა დარბაზიდან. და რა გეშველებოთ თქვენ ახლა? ახლა ჩემი ვარჯიშობ და საქართველოში ვაპირებამ თვის ბოლოს წასვლას. და იტალიის მოქალაქე საქართველოს დაბრუნებული რას აპირებს, რას იზამს, რამე შეიცვლება? არა, გავაგრძელებ ისე ვარჯიშს, მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობას. არის სამთავრობო კლუბები, რომელსაც დიდი დაფინანსება აქვს და თავაზო სპორტსმენებს რომ შევიდნენ იმ კლუბში და გააგრძელა იმათ სახელით ჭიდაობა, არის ყოველთვიური დაფინანსებას ხელფასი და ყველა პირებას გიქონია. მობრძანდით თუ შეიძლება ქალბატონო მაია ერთი წამით აქა. აი დედა. რომელსაც ახლა იგივე შეკითხვას უსვამ მე. ფიქრობთ რომ თქვენი ვაჟის კარიერისთვის ეს რო წავიდეს და თქვა სხვაგან იცხოვროს, გაგახარებთ ეგ ამბავი? არა, მძიმე იქნება, მაგრამ თან როგორც უფრო ჯობია მიც დაუდგები გვერდში, რომ წავიდეს და შეუწყო ხელი ჩემ შვილს. განათლებაზე როგორი აზრი გაქვს? უფრო სპორტს ვაყენებ და კარიერას წინ განათლებაზე. მაგრამ განათლებაც აუცილებელია, რა თქმა უნდა. სხვეთში როა ახალგაზრდა ქართველი კაცი ურთიერთობს ადგილობრივ გოგოებთან, ქართველებთან თუ ქართველი შეყვარებული მყავს უკვე 2 წელი რაც ერთად ვართ. სკოლაში დადის თუ რა შვება? კი, სკოლაში დადის. პატარა, ხო ესე იგი ჯერ კიდე.
რა ქვია? მარიამი. მარიამი. უცნაურიც შეიძლება მოეჩვენოს იმას, რომ ამასაკში ასეთმა ახალგაზრდამ ჯიმი ჯინჭარავმა როგორ მოახერხა ამდენი მედლის მოპოვება. ამ პროფესიის ადამიანს ჯიმი დიდი მოჭიდავე როდის ქვია? როცა რა მოიგო? როცა მოიგე ოლიმპიადას, ევროპის ჩემპიონატს, სოფლიო ჩემპიონატს და გარკვეულ ტურნირებს კი. და ფიქრობ რომ გინდა რომ დიდი მოჭიდავე გახდე? კი, რა თქმა უნდა. აბა არ გინდა ხო? ევროპის კავშირის კიდევ ერთ ქვეყანას გაუზარდა საქართველოს ჩემპიონი.